აი ეს ბრმა იყო ძველი ეკლესიის წევრი და ძველმა ეკლესიამ მარტო იმიტომ რომ მან აღიარა იესო ქრისტე განკვეთა იგი ეკლესიიდან. განკვეთა ეკლესიიდან და მივიდა იესო მასთან და უთხრა რომ გინდა დაინახო იესო ქრისტე. გინდა დაინახო შენ ხსნელი და უთხრა მითხარი ვინ არის და მე მას ვირწმუნებ. და იმ მხოლოდ იმის შემდეგ რაც ძველი აღთქმიდან იქნა განკვეთილი ადამიანი, იგი შევიდა ახალ აღთქმაში, ეს იყო შობიდან ბრმა, რომელმაც დაინახა და ირწმუნა იესო ქრისტე. ეს არის დღევანდელი სახარების ძირითადი შინაარსი, რა თქმა უნდა, თვითონ სახარების თავს აქვს ძალიან ღრმა შინაარსი, ძალიან საინტერესო თხრობა, ძალიან მძაფრი დრამატურგია, ოღონდ მე ამაზე არ გავჩერდები. ერთადერთი, რასაც ხას გავუსვამ, რომ ხშირად ადარებენ და უფრო სწორედ იონე ოქროპირმა შეადარა პირველმა აი შოვიდან ბრმას შეადარა ბითესდის საბანელს 38 წელი უძულრებაში მყოფი ადამიანი, რომელიც იესო ქრისტემ განკურნა. მანაც აღიარა იესო ქრისტე, ჯერ არ იცოდა ვინ იყო, შემდეგ როდესაც გაიგო, წავიდა და ებრაელებს უთხრა, რომ იესო ქრისტე იყო, ვინცვე განკურნა. ამ შობიდან ბრმამაც სინედრიონში წინაშე აღიარა, რომ კაცმა, რომელსაც ქვია იესო, მე განკურნა. თითქოს მათ შორის, ამ ორ მოქმედებას შორის არის მსგავსება, მაგრამ მიუხედავად ამისა არის განსხვავება. ბითესდის საბანელში, როდესაც ადამიანი განიკურნა, იესომ უთხრა, წადი და ნუსოდავ მეტს და შემდეგ ტაძარში შევიდა. იქ ნახა და იქ უთხრა, ნუსოდავ. ცხადია ეს ტაძარი იყო ძველი აღთქმის ტაძარი. აი ამ ტაძარში იყო, უთხრა ნუსოდავ და იგი წავიდა და დაასმინა იესო ქრისტე აი ამ ფარისევლებთან. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება გავს ეს დასმენას შობით გამბრმის საქციელი, მაგრამ არა და განსხვავება არის ის რომ შობით გამბრმა ამ აღიარების გამო ძალიან დაისაჯა. დაისაჯა განკვეთით, ეკლესიიდან განკვეთით, ეს იყო მისი მხრიდან აღსარებლობა და სწორედ ეს იყო საწინდარი იმისა, რომ იესო ქრისტე გამოეცხადა ადამიანებს და ჩვენც უნდა აქედან გავაკეთოთ დასკვნა, რომ იმისათვის, რომ ჩვენ ვიხილოთ ღმერთი, ამისათვის ჩვენ უნდა მოვიმოქმედოთ, უნდა აღვიაროთ, როგორც წერია სახარებაში, ვინც მე აღმიაროს წინაშე კაცს და მეც აღვიარო იგი წინაშე მამისა, ჩემისა, ზეცათასა და ეს აღიარება ნებისმიერ ფასად, თუნდაც მოწამეობის ფასად, რასაც ათასობით, მილიონობით მოწამე აკეთებდა, აი ჩვენი გზაც ეს არის.